როგორ აამუშაო შენი იდეა, როგორ დაგეგმო შენი წარმატება, როგორ დაეუფლო ურთიერთობის ხელოვნებას, შემოუერთდი ჩვენს ფორუმს, შექმენი და მართე შენი პოზიტიური გზავნილები. PR ფორუმი ნინი ხუგაშვილთან ერთად. რადიო იმედზე. საღამოშიდობის რადიო იმედის ეთერში დაიწყო გადაცემა PR ფორუმი, რომლის მოსმენა შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს საღამოს 7 საათიდან. მე გადაცემის წამყვანი ნინი ხუგაშვილი ვარ და მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. დღეს ჩემი სტუმარია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა. შესრულებული სამუშაოები, მიმდინარე პროექტების ამომავლო გეგმები, ტურიზმის როგორც დარგის განვითარების ხედვა და საქართველოს როგორც ბრენდის წარდგენა საერთაშორისო ასპარეზზე მოკლედ პრიორიტეტები, საკომუნიკაციო არხები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები იქნება დღეს ჩვენი საუბრის თემა. შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ და SMS-ით გამოგგზავნოთ ნომერზე 9177, რომლის ღირებულებაც თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტული ფასია, დაგვისვათ შეკითხვა, გამოხატოთ პოზიცია, როგორ აფასებთ ტურიზმის ადმინისტრაციის მუშაობას და რა შენიშვნები გაქვთ. თქვენი აზრი კი როგორც ჩვენთვის, ასევე ვფიქრობ, რომ ჩემი სტუმრისთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. საღამოშიდობისა, მოგესალმებით ბატონ გიორგი და მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. საღამოშიდობისა, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში შეგეკითხებით, არსებობს თუ არა ტურიზმის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი, პირველი დარტყმა, ასე ვთქვათ, რომლის მიხედვითაც მუშაობთ და ხელმძღვანელობთ გადაწყვეტილებების მიღებისას. სტრატეგიული დოკუმენტი სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე სამწუხაროდ დღემდე არ არსებობს, არც არასოდეს არ არსებობდა ტურიზმის განვითარების, როგორი უნდა იყოს, თუმცა როგორც კი ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში, მე დავიწყე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში მუშაობა, ამ საკითხს მივაყარეთ ყველაზე დიდი ყურადღება. ეს არ არის მარტივი თემა, ეს უნდა იყოს დოკუმენტი, რომელთაც იხელმძღვანელებს ნებისმიერი მთავრობა გრძელვადიან პერსპექტივაში, გრძელვადიან შუალედში. ანუ ისე არ უნდა იყოს, რომ ვიღაცას მოუნდა და დღეს აქ უნდა ავაშენოთ სასტუმრო, ხვალ აქ უნდა გავხსნათ ჩადრევანი, ზეგ აქ უნდა გამოაცხადოთ ტურისტული ზონა. ერთი წუთი გეტყვით. და გადაწყდა, რომ სტრატეგიის დოკუმენტი უნდა გატენდერდეს, ანუ უნდა ამის დამწერი არც მე არა ვარ, არც ჩვენი ორგანიზაცია, რა თქმა უნდა ჩვენ ამაში ვიქნებით ჩართული, ამაში იქნებიან ჩართულები ექსპერტები. პირველი ფაზა სატენდერ დოკუმენტაციის შედგენილი გვაქვს მსოფლიო ბანკთან ერთად, მსოფლიო ბანკი დააფინანსებს ამ სტრატეგიას და სავარაუდოდ ზაფხულისთვის გამოცხადდება ტენდერი. იმუშავებენ ამაზე როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ექსპერტები, მე თვითონ ვარ წინააღმდეგ იმისა, რომ მხოლოდ უცხოელებმა იმუშაონ. იყო ასეთი ორი პრეცედენტი უკვე, რომ მხოლოდ უცხოელებმა დაწერეს და ორივე დოკუმენტი დაიდო შემდეგ თაროზე. არ იმუშავა უბრალოდ. აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ქართველი ექსპერტები და ტურიზმის განვითარების სტრატეგია ეროვნულ დონეზე, ანუ საქართველოს სახელმწიფო დონეზე ჩვენ გვექნება რამოდენიმე თვეში. თუმცა გვაქვს ტურიზმის განვითარების სტრატეგია იმერეთში, რომელიც გადავეცით ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელიც შეასრულა ესპანურმა ფირმამ. ჩავიბარეთ ეს დოკუმენტი შარშან, ზაფხულში. ეგ არის გათვლა 2020 წლამდე, თუ რა პროექტები უნდა განხორციელდეს, რა მიმართულებით უნდა წავიდეს დარგის განვითარება, არა მარტო ამ დარგის განვითარება, ზოგადად რეგიონის განვითარების ინფრასტრუქტურისაც მათ შორის, იმისათვის, რათა 2020 წელს იმერეთს შეეძლოს, უმასპინძლოს 2 მილიონ ტურისტს. ვიდრე ჩაგეკითხები და გავიგებთ პასუხს, რატომ შეაჩერეთ არჩევანი მაინც და მაინც იმერეთზე, მაინტერესებს, ვიდრე არ არის ეს დოკუმენტი, მაშინ რა პრინციპების მიხედვით ხელმძღვანელობთ, როგორ ადგენთ ამა თუ იმ სამუშაოს შესრულებისას, მაგალითად, რომ მაინც და მაინც ეს არის გასაკეთებელი, რის მიხედვით აკეთებთ დასკვნებს და რა პრინციპებზეა აგებული თქვენი სამსახური და მუშაობა? ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფუნქცია დღესდღეობით უკვე ახალი სტრუქტურის და ახალი დებულების თანახმად არის სამ მთავარ მიმართულებაზე ზრუნვა. პირველი მთავარი მიმართულება ეს არის ტურისტულ ნაკადების გაზრდაზე ზრუნვა. აქ საუბარია არა მხოლოდ უცხო ქვეყნებიდან შემოსულ ტურისტებზე, არამედ შიდა ტურისტებზეც. აქ იგულისხმება ბრენდის განვითარება, ქვეყნის პოზიციონირება როგორც გარე, ისე შიდა ბაზარზე, ქვეყნის ტურისტული პროდუქტის გატანა გარეთაც და ადგილობრივ ბაზარზეც. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ეს არის, რაც ჩვენ დავისახეთ, ეს არის მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. ეს იქნება სასტუმროებში, ეს იქნება კვების ობიექტებში, ეს იქნება გიდების მომსახურეობის ხარისხი, ეს იქნება სატრანსპორტო კომპანიების მომსახურეობის ხარისხი, ყველა იმ მომსახურეობის ხარისხი, რითაც სარგებლობს ტურისტი. და მესამე არის ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა. ტურისტული ინფრასტრუქტურა ის რაც არის ჩვენს კომპეტენციაში და ჩვენს ძალებში, ეს არის
საინფორმაციო ცენტრები, იმისაც რაც ჰქონდეთ ტურისტებს საშუალება რომ მიიღონ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია. შარშან ჩვენ გავხსენით უფასო ცხელი ხაზი ტურისტებისთვის, სადაც 24 საათის განმავლობაში ოპერატორები აწვდიან ინფორმაციას ტურისტებს ნებისმიერ საკითხზე. ნებისმიერი კუთხიდან. დიახ, ნებისმიერი კუთხიდან. მოსახურება არის უფასო, არის 24 საათიანი და არის ყოველდღიური, სხვადასხვა ენაზე საუბრობენ ოპერატორები. რამდენად მუშაობს ეს სერვისი? არის დაინტერესება შემოდის ბევრი ზარი უკაცრავად. უამრავი ზარი შემოდის იმის გათვალისწინებით, რომ მესაზღვრე გადასცემს საზღვარზე უცხოელ შემომსვლელს, უცხოელ ვიზიტორს, ფლაიერს, აი ამ ტელეფონის ნომრით, სადაც არის მითებული, რომ ეს არის თქვენი ტელეფონის ნომერი, სადაც თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ და მიიღოთ ინფორმაცია, რასაც მოგინდებათ. რას ამის გათვალისწინებით, რასაც ძალიან ბევრი ზარი შემოდის. მეორე რაც ჩვენს ერთ-ერთ თავარ პრიორიტეტად დავისახეთ და გავაკეთეთ კიდევაც, როდესაც მე დავინიშნე ამ თანამდებობაზე, ნახე რომ საქართველოს ტურიზმულ ადმინისტრაციას და ზოგადად საქართველოს არ გააჩნდა ერთი კარგი საინფორმაციო პორტალი. ანუ ქვეყნის სავიზიტობარად, სადაც იქნება დატანილი ყველაფერი. მიმართულებები, ქალაქები, მთები, საავტოსათქმულო კურორტები, სამკურნალო კურორტები, საზღვაო კურორტები, სადრა ინფრასტრუქტურა, სადრა აეროპორტია, სად დადის მატარებელი, როგორ შეიძლება ავტობუსი, ანუ ყველა სახის ინფორმაცია. ჩაშვებულია უკვე ეს პროექტი მუშაობს? ეს პროექტი ამუშავებულია. ანუ ეს პროექტი უკვე ამუშავებული არის. ჩვენი ძალებით, ჩვენ შევქმნით ჩვენ სამსახურში კრეატიული ჯგუფი, რომელმაც გააკეთა ეს პორტალი, რომელიც ცოტა ნაადრევად კი გაუშვით ამ წუთას დახვეწის რეჟიმშია, მაგრამ ეს გავაკეთეთ იმისთვის, რომ გავითვალისწინოთ ყველა მომხმარებლის კომენტარი. ამ წუთას ჩვენ სამსახურში ნებისმიერი თანამშრომლის homepage-ი არის georgia.travel. ყველა დღეს იწყებს აი ამ ჩვენი პორტალით და კრეატიულ ჯგუფს უგზავნის შენიშვნას. იქ ძალიან ბევრი რამე არის ჩასამატებელი. გროვდება საინფორმაციო ბაზა, უთხარით სასტუმროებს, რომ გამოგვიგზავნეთ თქვენი ინფორმაცია, იმისათვის ჩვენი საიტიდანვე მოხდება მათი სასტუმროების გაყიდვა, დაჯავშნა, ასევე ავიაკომპანიებს თხოვეთ, ასევე იქ მითითებული იქნება და არის კიდევაც რეისების განრიგი, ამინდი, საზოგადოებრივი რუკების ობიექტები, მუზეუმები, მღვიმეები, სხვადასხვა ტურისტული მარშრუტები, ტურისტული ატრაქციები, სავიზო ინფორმაცია, ვალუტის კურსი, იქნება ამ წუთას არის ის ინგლისურად და ქართულად, თუმცა გეგმება რომ ის იყოს ასევე რუსულად, თურქულად, პოლონურად, ივრითზე და კიდევ ბევრ სხვა ენაზე. ეს არის ის, რასაც ქვია ტურისტული ინფრასტრუქტურის საინფორმაციო ნაწილი. რაც ჩვენს კომპეტენციაში შედის, ამას რასაკვირველია და ჩვენ შესაძლებლობებს გავაკეთეთ და მოვერევით. აი რამოდენიმე კვირაში ორ კვირაში ალბათ უკვე ოფიციალურად გავხსნით პუშკინის სკვერში ძალიან ლამაზ საინფორმაციო ცენტრს. ჩავდგეთ უკვე ძალიან ლამაზ ჯიხურდა, ხა ტენდერი არის გაშვებული ავეჯის. აი ძალიან სასაცილო და ძალიან სამწუხაროა ამავე დროს, რომ ქალაქს თბილისს, რომელსაც 2013 წელს ყავდა 2,5 მილიონი უცხოელი ვიზიტორი, ქალაქის ცენტრში არ ქონდა ერთი ლამაზი საინფორმაციო ცენტრი, სადაც ელემენტარულად ვიღაცა მივადა ბროშურას და რუკას აიღებს. იმისაც რომ ეს არ გქონდა შარშან ქალაქში გაუშვით მობილური გიდები, ესენი იყვნენ ახალგაზრდები, თითქოს სტუდენტები, რომლებიც დადიოდნენ ქალაქის ტურისტულ უბნებში, თან ჰქონდათ გადაგიდებული ჩანთები, სადაც ელაგათ რუკები, ბროშურები, შეეძლოთ მიეწოდებიათ საჭირო ინფორმაცია სხვადასხვა ენაზე და საჭიროების შემთხვევაში გაეწიათ გიდობაც კი. გასაგებია ბატონ გიორგი, როგორია საქართველოსთვის ტურიზმის განვითარების ხედვა და გეგმები, ანუ საით მივდივართ თუ შეიძლება რომ გადავერთოთ ამ მემართულებით ვისაუბროთ. ტურისტული ინდუსტრია და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები საქართველოში არის ძალიან მაღალი. 2013 წლის მხოლოდ 3 კვარტლის მონაცემებით, რაც საქსტატს აქვს დათვლილი, მე გეტყვით იმას, როცა დაიწყეს რა იქნება ბოლომდე. მხოლოდ 3 კვარტლის მონაცემებით საქართველოში შემოვიდა $1.330 მილიონი. ეს არის წმინდა წყლის ექსპორტი, რომელიც ფული რომელიც შემოიტანეს უცხოელებმა. ეს არის მხოლოდ 3 კვარტალი 2013 წლის, როდესაც საქსტატი დათვლის ბოლომდე ეს ციფრი იქნება დაახლოებით $2 მილიარდი. ის შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი
დაახლოებით 16 მილიარდი დოლარი არის, 2 მილიარდი დოლარის ექსპორტი შემოიტანა ტურიზმს, საერთაშორისო ტურიზმს. დღეისათვის მსოფლიოში ყოველი მე-11 სამუშაო ადგილი არის ტურისტულ ინდუსტრიაში, საქართველოში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. საქართველო 2013 წელს იყო მოწინავე ქვეყანა ევროპაში, იყო პირველ ადგილზე ევროპაში ტურიზმის ზრდით. ეს ეხება არა მარტო ტურისტების და საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის ზრდას, ეს ეხება სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტის ზრდას, ეს ეხება შემოსავლებს ქვეყნის ეკონომიკაში, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულს, ეს ეხება ტურიზმის წილს თლიან შიდა პროდუქტში და ამ მაჩვენებლებით ჩვენ გქონდა დაახლოებით 26%. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთვის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და საქართველოს მოსახლეობისთვის არის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ეს 2 მილიარდი დოლარი დარგის სწორად განვითარების შემთხვევაში შეგვიძლია გადავაქცევთ 3, 4, 5 და მეტ მილიარდად და ეს შეიძლება იყოს მე არ ვიტყვი რომ ძირითადი, მაგრამ ერთ-ერთი ძირითადი წყარო სამუშაო ადგილების შექმნის, ახალი ბიზნესის და ინფრასტრუქტურის გაჩენის, ქვეყანაში ვალუტის შემოდინების და ბევრი სხვა სიკეთის მომტანის. გასაგებია, ბატონ გიორგი, თქვენს ვებგვერდზე ვერ აღმოვაჩინე, მაგრამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების გვერდზე მითითებულია, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხედვა წარადგინოს საქართველოს როგორც ჯერ კიდევ აღმოუჩენელი და უნიკალური ტურისტული დანიშნულება, ხელი შეუწყო საქართველოს აღმოჩენას და შთააგონოს მათ უკან დაბრუნება. თქვენ აწყობთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეხვედრებს, როგორ წარადგენთ საქართველოს? როგორც ბრენდს არსებობს სამიმართულებით საქართველოს როგორც ბრენდის პლატფორმა ვთქვათ და რა ძირითად პრინციპზეა ის აგებული, როგორც უნიკალური, რომელიც სხვა ტურისტული ზონებისთვის არის მიუწვდომელი, აღმოუჩენელი. რატომ უნდა ჩამოვიდეს ჩვენთან ტურისტი? იმიტომ რომ საქართველო არის სიცოცხლის ქვეყანა. ეხლა გეტყვით. კი ბატონო, ეხლა გეტყვით. რას ნიშნავს სიცოცხლის ქვეყანა? რითი ამტკიცებთ მაშინ, როდესაც უამრავი ადამიანი ჩვენთან არ არის, მოდით ვაღიაროთ, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც სხვა ქვეყნების მსგავსად შეგვიძლია ვიტრაბახოთ იმით, რომ სადღაც 115-120 წლის მოხუცებული ცხოვრობს. ჩვენთან ეს არის თითქმის წარმოუდგენელი. საქართველოში შარშან გარდაიცვალა მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი. 131 წლის ქალბატონი ანტისახვითჩავა. ჩვენ შეგვეძლოს გამოგვიყენებინა ეს ადამიანი და გამოიყენეთ კიდეც ამ სლოგანისთვის. სხვათა შორის კი, ესეც არის ერთ-ერთი თავი მიზეზი, რატომაც ეს სლოგანი ავირჩიეთ. მოდი ჯერ სლოგანზე გეტყვით, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ დაგაინტერესებთ, იმიტომ რომ დიდი მოთქმა გამოიწვია რამოდენიმე დღის წინ, თუმცა უცნაურია რომ ეხლა, იმიტომ რომ თითქმის 1 წელიწადია უკვე ეს სლოგანი გვაქვს. თუ შეგიძლიათ თქვენ ვარ დამისახელოთ უფრო პოზიტიური და კარგი რამ ვიდრე სიცოცხლე. გასაგებია მესმის, მაგრამ ეს უნდა შეესაბამებოდეს რეალობას, ბატონ გიორგი. აბსოლუტურად შეესაბამება რეალობას და ეხლავე აგიხსნით. კი ბატონო, გისმენთ. ეხლავე აგიხსნით. ყველაფერი ის, რითაც ჩვენ თავს ვიწონებთ სოფლიო ტურისტულ ბაზარზე, უნიკალური ბუნება, ჩანჩქერები, სწრაფი და ცივი მდინარეები, ზღვა, პლაჟები, არაჩვეულებრივი ბუნება, ნაკლებად მოწყობილი ინფრასტრუქტურა. მაგას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. ეს სოფლიოში საუკეთესო სამზარეულო, სოფლიოში საუკეთესო ღვინო, ქართული სიმღერა, ქართული ცეკვა, ეს ყველაფერი არის სიცოცხლე. ეს ყველაფერი სიცოცხლეს შემოადგენს. ეხლა თქვენ შეიძლება იმაზე შემეკამათო ქართული სამზარეულო არ არის სოფლიოში საუკეთესო, მაგრამ ჯობი არ მეკამათოთ, იმიტომ რომ ვერ დამიმტკიცებ, ეს გამორიცხულია. ეს არის აღიარებული აქსიომა, რომ ორ წერტილს შორის მანძილი არის წრფე და ამას კამათი არ შეიძლება. როდესაც ასეთ ტიპის სლოგანებზე მუშაობთ, თქვენ მითხარით, რომ ვერ დამიმტკიცებთო და ამ შემთხვევაში მხოლოდ თქვენი აზრია პრიორიტეტული. თუ შემოკრებილი ყავთ ადამიანების ჯგუფი, რომელშიც შედიან სხვა სპეციალობა, იქნება ეს მარკეტინგი, ბრენდინგის სპეციალისტები. ისეთ თანამშრომლობდით ამ სლოგანის შექმნის დროს, ჩემ გადაცემა არის PR ფორუმი. ყველასთან, აბსოლუტურად ყველასთან. ვინ მოიაზრება ყველაში? ყველა, ვინც Facebook-ს ხმარობს. ყველა ვინც თავის დროზე ქონდა გამოცხადებული სლოგანზე კონკურსი. სამწუხაროდ საერთოდ არ ქონდა ტურისტული ადმინისტრაციას სლოგანი, ქონდა მხოლოდ ლოგო. გეუბნებით ეს რაც იყო 1 წლის წინ. რამოდენიმე წლის წინ ხმარობდნენ სლოგანს ევროპა იწყება აქ, თუმცა მე უკვე დაანებეს ამ სლოგანის გამოყენებას თავი, იმიტომ რომ ჩათვალეს რომ აი ამ პერიოდში რომ ესე აგრესიულად უნდა გახვიდე და ასე უთხრა რომ აი აქ იწყება ევროპა და ჩვენ ვარ პირველი ევროპელები, ნუ ამან თავის საქმე გააკეთა. შემდეგ უკვე აღარ ქონდათ საერთოდ სლოგანი. თუმცა მინდა გითხრათ რომ ჩვენ საკმაოდ ბევრ ფულს ხარჯავთ მარკეტინგზე. ღებულად მონაწილეობას უამრავ კონკრეტ ციფრებზე 18 საერთაშორისო გამოფენაში. წელს გვექნება
კამპანია 12 სხვადასხვა ქვეყანაში. გვეყოლება ასეულობით ჟურნალისტი, იქნება საქართველოს შესახებ ასეულობით სტატია, რეპორტაჟი, გადაცემა, აგერ რამოდენიმე დღის წინ იყვნენ ჩამოსულები და წავიდნენ დატოვეს უკვე საქართველოს ისრაელელმა შეფ მზარეულებმა, რომლებსაც გადაცემისთვის MasterChef, რომელიც არის ძალიან პოპულარული გადაცემა ისრაელში და მთელ მსოფლიოშიც. ამზადებდნენ ქართულ კერძებს აქ და ამ სიუჟეტებმა უკვე მოიპოვა ძალიან დიდი პოპულარობა ისრაელში. ისინი აღიარებდნენ, რომ საქართველოს ისინი ამბობდნენ, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა მე კიდევ გემეორებ, რომ ქართული სამზარეულო საუკეთესოა მსოფლიოში. უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი სტრატეგია ბრენდის განვითარების. ბრენდის, როგორც ქვეყნის, რომელიც ჩვენ გვაქვს ტურისტულ ბაზაზე და უკვე ხუმრობა ნამდვილად აღარ არის საქმე, ყავს უფრო მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ქვეყანაში, ვიდრე არის მოსახლეობა. და თუ მსოფლიოში ერთი სამუშაო ადგილი მოდის ყოველ 11 შექმნილ სამუშაო ადგილზე ტურიზმზე, ანუ ყოველ 11 სამუშაო ადგილიდან მსოფლიოში ერთი არის ტურიზმის ინდუსტრიაში. საქართველოში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. ეს არის მართლაც ძალიან კარგი შანსი სამუშაო ადგილების შექმნის, მთლიანი შიდა პროდუქტის და ქვეყნის დოვლათის გაზრდის, ქვეყანაში ფულის შემოდინების და ზოგადად ქვეყნის კეთილდღეობის. სტრატეგიული დარგი არის. და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული მიდგომა ჭირდება ყველაფერს. თავის დროზე ამ სლოგანზე მუშაობდით, ქონდა გამოცხადებული კონკურსი სოციალურ ქსელებში. ესეთ არ დაგვიხარჯავს ფული რაღაცა ასეულობით $1000, როგორც ადრე ხდებოდა იმისათვის, რომ დაგვიქირავებია რაღაც უცხოური PR კომპანია, რომელიც მოიტანდა სლოგანი. ბატონ გიორგი, რატომ უცხოური კომპანია? იმის ნაცვლად, თქვათ, Facebook-ის მონაწილე ამ შემთხვევაში, როგორც ერთ-ერთი წარმომადგენელი ამ ჯგუფისა, მე არ მიმიღია მასში მონაწილეობა, მაგრამ მე რატომღაც ვისურვებდი, რომ არა საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც Facebook-შია, შესაძლებელია მათი აზრი ყოფილიყო გამოყენებული ამ შემთხვევაში, მაგრამ იქნებ პროფესიული ჯგუფისთვის მიგემართა და იქნებ ნამდვილად ღირდა, რომ მე გითხარით ვარ მიმართავს. თქვით რომ Facebook ყველა ვინც კი არის Facebook-ის მომხმარებელი ჯგუფებსაც მივმართეთ და ყველას მივმართეთ. და ეს არის საქართველოს სიცოცხლის ქვეყანა. ეს არის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა. არ მოგწონთ? მე რატომღაც მგონია, რომ ნაკლებად არის, თქვათ, შესაბამისობაში. და რატო არ არის სიცოცხლის ქვეყანა? არ არის? რითი განისაზღვრება, რომ ეს არის სიცოცხლის ქვეყანა? ბუნება, მდინარეები, ზღვა, არაჩვეულებრივი ძალიან ბევრ ქვეყანასაც აქვს. მე გითხრათ, რა არის ის უნიკალური, რომელიც ესე აინტერესებთ? თქვენ გადიხართ ქვეყნის ფარგლებს გარეთ და აწყობთ შეხვედრებს, ხომ ასეა? ვის განიხილავთ მიზნობრივ აუდიტორიას, რომელ ქვეყნებს ამ შემთხვევაში და რა აინტერესებთ მათ ყველაზე მეტად? მაშინ მოდით მათი გადასახედი და შევხედოთ საქართველოს. თქვენ მითხარით, ანუ ეს სლოგანი არ მოგწონთ, თქვენ თვლით, რომ საქართველო არ არის სიცოცხლის ქვეყანა? მე ნაკლებად გეთანხმებით ამ შემთხვევაში, მაგრამ ჩემი როგორც გაცემის წამყვანის პოზიცია ამ შემთხვევაში ნაკლებად არის. თქვენ თვლით, რომ სიცოცხლეზე უკეთესი რამე შეიძლება იყოს? მე არ ვამბობ, რომ სიცოცხლეზე უკეთესი შეიძლება რამე იყოს. რატომ არ არის? ნუ მე არ ვთვლი, რომ ეს ასეა. იმიტომ რომ ხანდაზმული ასაკით, თქვათ, მცხოვრებლების სხვა ქვეყნებით შესაძლოა უფრო მეტად გამოირჩეოდნენ. თუ შეიძლება გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე, ჯერ ერთი მაგ ხანდაზმულ ასაკის ადამიანებზეც ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ მაღალმთიან საქართველოში ადამიანები ცხოვრობენ, სხვათა შორის დღეს გამოვითხოვეთ საჯარო რეესტრიდან ინფორმაცია 100 წელს გადაცილებული ადამიანების შესახებ. აი გვექნება ამ დღეებში ინფორმაცია, დღეს გამოვითხოვეთ და გვეტყვიან, სწორედ მაგაზე ვაპირებთ ძალიან სერიოზული აქცენტის გაკეთებას. ჯერ შეფუთეთ სლოგანი და შემდეგ გამოითხოვეთ, თუ როგორ მოხდა სტრუქტურულად. ჯერ სლოგანი, ჩვენი სლოგანი საქართველოს ეს თქვენ დააკავშირეთ ხანდაზმულობასთან. ჩვენ არ დაგვიკავშირებია. ჩვენ დაუკავშირეთ იმას, რაც არის ყველაზე პოზიტიური რამ დედამიწაზე. მამაკაცი მაინც ხოვერი ვიკამათეთ, რომ ყველაზე პოზიტიური რამ დედამიწაზე სიცოცხლე, ხო? გეთანხმებით. ის რომ შენ გინდა მომხმარებელთან მიიტანო შენი პროდუქტი, ამ შემთხვევაში საქართველოს როგორც ტურისტული მიმართულება პოზიტიურად უნდა იყოს მე თვითონ პოზიტიური გზავნილია? პოზიტივი უნდა იყოს მიწოდებული. ანუ თქვენ თვითონ მიპასუხეთ, ეხლა რომ სლოგანი კი არ არის ცუდი, თქვენ მეუბნებით რომ საქართველოს არ შეესაბამება ამასო. მაგრამ დამერწმუნეთ რომ თქვენ რომ შეხედოთ საქართველოს უცხო თვალით, თქვენ რომ თუნდაც აი ნაცრისფერი და კუბიკებისგან აწყობილი მეგაპოლისიდან ჩამოხვიდეთ საქართველოს მთებში, დამერწმუნეთ რომ სამჯერ ღმრთ ჩაისუნთქავთ და იტყვით რომ საქართველოს ნამდვილად არის სიცოცხლის ქვეყანა. მე მინახავს უცხოელები, რომლებსაც აი
გასვლა ტირილამდე აღარ უნდა წასვლა საქართველოსთან. თავიანთ ძალიან კეთილმოწყობილ, ძალიან მდიდარ, ძალიან ბევრფულიან ქვეყანაში, იმიტომ რომ კი აქვთ უკეთესი ინფრასტრუქტურა, ვთქვათ, აქვთ უკეთესი შემოსავლები, მაგრამ არა აქვთ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რაღაცები, რაც არის საქართველოს. მაგალითისთვის გეტყვით, ძალიან ბევრი წყალი. არ არის სიცოცხლე? გასაგებია, სიცოცხლეა. შევისვენოთ თუ შეიძლება და რამდენიმე წუთის შემდეგ დაუბრუნდეთ დღე ეთერში თქვენს გადაცემას PR ფორუმი ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა დღეს ჩემი სტუმარი. შექმენი და მართე შენი პოზიტიური გზავნილები. PR ფორუმი ნინი ხუგაშვილთან ერთად. გრძელდება PR ფორუმი ნინი ხუგაშვილთან ერთად დღეს ჩემი სტუმარია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო გიორგი და მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ საბოლოო ჯამში ვერ შევთანხმდით ჩვენს პოზიციებზე ვართ ისე მყარად, მაგრამ სმენელისთვის ეს არა, ჩვენ იმაზე შევთანხმდით, რომ სლოგანი არის პოზიტიური. სლოგანი არის პოზიტიური, ამაზე შევთანხმდით, მაგრამ სლოგანი არის ადვილად დასამახსოვრებელი. შევთანხმდით ხო ამაზე? კი, ნამდვილად. და სლოგანი იმ საქმეს, რაც უნდა გააკეთოს სლოგანი მაკეთებს. ჩვენ ვერ შევხვდით იმაზე. საქართველოს ნამდვილ კი ბატონო, რაში გამოიხატება სლოგანი აკეთებს თავის საქმეს? ამახსოვრდება მომხმარებელს, ამ შემთხვევაში ტურისტს, კი ბატონო. სადღაც წერს, ვიღაცას უზიარებს, სადღაც აკომენტარებს და იქ, სადაც შეხვდება სიტყვა სიცოცხლე, ყველაზე პოზიტიური რამ დედამიწაზე და ბუნებაში, რაზეც ჩვენ უკვე შევთანხმდით, ხო ასეა? კი ბატონო. ახსენდება საქართველო. ევოქცეთში აქვს საქართველოს ამ შემთხვევაში მოქცეული სიცოცხლის გახსენებას. კი ბატონო. ბატონ გიორგი, რომელ ქვეყნებს განიხილავთ მიზნობრივ აუდიტორიას? რას გვიჩვენებს სტატისტიკა, რომელი ქვეყნებიდან გსტუმრობენ ყველაზე ხშირად და საკომუნიკაციოდ რა ტიპის არხებს იყენებთ? კი ბატონო. ტრადიციულად ლიდერები არიან მეზობელი ქვეყნები. ეს არის აზერბაიჯანი, ეს არის თურქეთი, ეს არის რუსეთი, ეს არის სომხეთი და ეს არის უკრაინა. რომელიც ჩვენი საზღვაო მეზობელი არ გვაქვს, სახმელეთო საზღვარი არის. თუმცა პირველ ადგილზე არის სტატისტიკაში ტურისტების რაოდენობით იმ ქვეყნებში, რომელთაც არ გააჩნიათ საქართველოსთან სახმელეთო საზღვარი. ანუ ტურისტების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში ხდება საჰაერო გზით. კი, რაღაც ბორანი მოძრაობს და ვიღაცა შეიძლება რუსეთის გავლით შემოვიდეს, მაგრამ ეს ძალიან ცოტა არის, შეიძლება 1% იყოს. 99% საჰაერო გზით ხდება. შემდეგ ტოპ 10-ში ჩვენთან შედიან ისრაელი, პოლონეთი, ასევე აღმოსავლეთის ქვეყნები, ირანი და მე-10 ადგილზე გახლავთ გერმანია. სწორედ ძირითადად ამ ქვეყნებში გვექნება პოზიციონირება, თუმცა აუცილებლად გავალთ ახალ ბაზარს და მე თქვენ ამ ქვეყნებს ჩამოგვითვლით. ეს არის უკრაინა, ეს არის პოლონეთი, ეს არის ისრაელი, აზერბაიჯანი, ავსტრია, ჰოლანდია, გერმანია, უნგრეთი. უნგრეთი მოგვიანებით გეტყვით რატომაც, კონკრეტული მიზანი აქვს. რუსეთი, ვაპირებთ ყაზახეთზე მუშაობას და სავარაუდოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები. თუმცა განვიხილავთ სხვა წინადადებებსაც, მაგალითად ხვალ იქ გვექნება 3 საათზე შეხვედრა დავანონსებთ თუ ისნებართვით შერატონ მეტეხი პალაში კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ძირითადად იქნებიან შემომყვანი ტუროპერატორები, ანუ ის კომპანიები, რომლებსაც შემოყავთ საქართველოში ტურისტები და ჩვენი მარკეტინგული გეგმა 2014 წლის განიხილება მათთან ერთად. ანუ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ჩვენ ვცდილობთ რომ მივიღოთ აი კერძო სექტორთან ერთად. ანუ მათ როგორ მიაჩნიათ სწორად გამოვიყენოთ მათი რესურსიც, მათ მაქსიმალურად გამოვაყენებინოთ ჩვენი რესურსი და საბოლოო ჯამში მათ შემოვაყვანოთ მეტი ტურისტი, ავიაკომპანიას გადავაყვანინოთ მეტი მგზავრი, სასტუმროს მივაღებინოთ მეტი სტუმარი, რესტორანს ვამასპინძლებინოთ მეტი სტუმარისთვის და ასე შემდეგ. ხო? რაც შეეხება უნგრეთზე დაგვირთ, რატო გეტყოდით? იცით რომ საქართველოს დაფრენავს დაბლ ბიუჯეტიანი ავიაკომპანია ვიზეირი. დიახ. ქუთაისში არაჩვეულებრივი წარმატებით დაიწყეს 1 წლის წინ დაიწყეს 2 რეისი კვირაში და დღეს აქვს თითქმის 30 რეისი და ეს მუდმივად იზრდება რეისების რაოდენობა. ახლა იხსნება კიდევ ახალი რეისები ვილნიუსის მიმართულებით და ლვოვის მიმართულებით. დაფრინავენ კატოვიცეში, ვარშავაში, კიევში, დონეცკში, ხარკოვში და აპირებენ რომ დაამატონ ბუდაპეშტის მიმართულება და ბუდაპეშტი არის საინტერესო იმით რომ გახლავთ ამ ავიაკომპანიის
ბაზა, ჰაბი. ანუ ეს არის უნგრული ავიაკომპანია, ჰაბი არის ბუდაპეშტში. ბუდაპეშტიდან უკვე არის ათეულობით მიმართულებაზე რეისი. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ გზავრი საქართველოსდან ევროპაში, პრაქტიკულად მთელს ევროპაში ძალიან დავალ ფასად შეიძლება მოხდეს და ტურისტიც სხვა ქვეყნებიდანაც, რომლებსაც პირდაპირ ეს არის, თქვათ ლონდონიდან შეიძლება ჩამოვიდეს ბუდაპეშტის გავლით ქუთაისში, თქვათ 70 ევროდან, 60 ევროდ. გასაგებია. პოტენციურ ტურისტებთან ურთიერთობისთვის საკომუნიკაციო რა ტიპის არხები გაქვთ არჩეული და დაახლოებით თუ არის მონაცემი რა ბიუჯეტის ფარგლებში გეგმავთ? დაახლოებით არა, ზუსტად ვიცით, ჩვენ მარკეტინგზე დაიხარჯება თითქმის 9 მილიონი $, რაც გახლავთ 3-ჯერ მეტი ვიდრე დაიხარჯა შარშან. და როგორ გადანაწილდება ეს? დაახლოებით 2 მილიონი $, მოხმარდება გამოფენებში მონაწილეობას, 18 საერთაშორისო გამოფენაში ვიქნებით, წარმოდგენილნი. ძალიან მაღალია ინტერესი თუ კერძო სექტორის მხრიდან. მაგალითად ბერლინის გამოფენაზე უკვე დარეგისტრირებულია 21 ტურისტული კომპანია, რომელიც ჩვენთან მოდის. არა და მონაწილეობა იაფი არ არის მათთვის. ისინი ჩვენ მონაწილეობის თანხას გვიხდიან და რომელიც საკმაოდ მაღალი არის. ბერლინის გამოფენას კონკრეტულად, სხვა გამოფენაში შედარებით დაბალი. წელს უკვე მივიღეთ მონაწილეობა მადრიდში, სტამბოლში, რიგაში, თელ-ავივში, ამ წუთას მიმდინარეობს გამოფენა მილანში, იქნება ტალინში, იქნება ბარსელონაში, იქნება ტოკიოში, იქნება ლონდონში და თითქმის ყველა ძირითად გამოფენაში მსოფლიოში ვიქნებით წარმოდგენილები წელს. გარდა გამოფენებისა, დიახ. ამის გარდა დაახლოებით 9 მილიონი $, მოხმარდება უცხოური ჟურნალისტების ჩამოყვანა საქართველოს, ანუ პრეს-ტურებს, რომელიც მუშაობს ძალიან ეფექტურად, რომელიც გვიჭდება ძალიან იაფი და შემდეგ ღებულობთ პოზიტიურ სტატიას მსოფლიოს პრესაში საქართველოს შესახებ. 2013 წელს მქონდა 50-ზე მეტი პუბლიკაცია და სიუჟეტი სოფლიოს წამყვან გაზეთებში და ჟურნალში, ისეთ გაზეთებში და ჟურნალებშიც კი, რომელიც მილიონიანი ტირაჟებით გამოდიან. და ეს ჩვენ ეს სტატიები თითქმის არაფერი დაგვიჭდა. ამ დროს ფართი რომ იყიდო იმ გაზეთში და კომერციული ფართი და გაზეთი იმაზე მეტია ვიდრე ჩვენი ბიუჯეტი მთლიანად არის, ხო? ანუ ასეულობით სტატია გვექნება. ამისგან იქნება პირდაპირ მარკეტინგული კამპანიები, ამას მოხმარდება დაახლოებით 4 მილიონი $. და ეს თანხა გადანაწილდება იმ ქვეყნებში პოზიციონირებაზე, რომელიც თქვენ ჩამოვიდა. რა არხებით? ეხლა ვეკითხით. ყველაზე დიდ დატვირთვას და ასე ვთქვათ, ფსონს ვაკეთებთ ინტერნეტზე. ინტერნეტზე, სოციალურ ქსელებზე, საძიებო სისტემებზე და ყველაფერი იმაზე, რაც არის დაკავშირებული ინტერნეტთან. რომელიც რეალურად ერთ-ერთი სფერო, რომელიც კარგად მუშაობს. საუკეთესო სფერო არის რა. რაც უფრო დრო გადის, უფრო იზრდება ინტერნეტის ეფექტურობის მაჩვენებელი მარკეტინგში და მცირდება სხვა დანარჩენის, რომ პრაქტიკულად ცდომა გაქვს ყველა მომხმარებელსა პირდაპირ. ხო? სოციალური ქსელები. გვაქვს ჩვენ სოციალურ ქსელებში ჩვენი გვერდი, ანუ საქართველოს გვერდი, რომლებსაც ყავთ ჯერჯერობით 10,000-ობით და მალე იყოლება 100,000-ობით და მილიონობით გამომწერი, ანუ დამლაიქებელი გამომწერი, რომლებიც პირდაპირ ღებულობენ ინფორმაციას საქართველოს შესახებ, ხო? და სხვადასხვა სიახლეების შესახებ. რაც არის გაცილებით იაფი და უფრო მეტად ეფექტური სხვა რამ, თუმცა არ ვამბობთ ტრადიციულ გზებზე უარს, ну იქნება რეკლამა პრესაში, იქნება გარე რეკლამა, იქნება კინოთეატრებშიც კი, სხვადასხვა მეგაპოლისებში, ანუ სხვადასხვა მეგაპოლისების კინოთეატრებში რეიტინგული ფილმების სეანსების დაწყების წინ გავა 30 წამიანი კლიპები საქართველოს შესახებ. იქნება სხვადასხვა გათამაშებები, ვაპირებთ რაღაც საინტერესო ტალღები ავაგოროთ სოციალურ ქსელებში. როდიდან გეგმავთ ამ კამპანიის დაწყებას? მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი ეს ახლა რაც მე ჩამოვთვალე, ეს არის სატენდერო თემა. რამოდენიმე ტენდერი არის უკვე გამოცხადებული, რამოდენიმეზე მიმდინარეობს მუშაობა და უახლოს მომავალში გამოცხადდება. სრულად დატვირთვით სარეკლამო კამპანიები აპრილის თვეში ამუშავდება. იქნება 2 ტალღად წელს, 2 ძირითად ტალღად, ეს იქნება ზაფხულის წინ და ზამთრის სეზონის წინ. თუმცა შუალედებში არ იქნება, ასე ვთქვათ, წყვეტა მარკეტინგული აქტივობის თვალსაზრისით.
ძალიან ბევრი ღონისძიება გვექნება სოფლიოს სხვადასხვა ქალაქში საქართველოსადმი ყურადღების მისაღებად. აი მაგალითად დღეს გეგმავდით 26 მაისს ვაპირებთ ერთ-ერთ დიდ ევროპულ დედაქალაქში დიდი ქართული აღლუმის ჩატარებას და ქართული ბაზრობის, ქართული ცეკვების, ქართული სიმღერის, ქართული ღვინის ფესტივალებს, ამის ყველაფერს ერთად თავმოყრას და ესე როდისთვის და სად გეკმავთ ამას კონკრეტულად? გეკმავთ 26 მაისს, ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში. ჯერ არ გეტყვით. ასე იგი დავველოდებით მაშინ 26 მაისს. ბატონ გიორგი, ერთია რომ ჩაატარო ძალიან დიდი კამპანია და ხარჯვამაში ძალიან დიდი ძალის ხმევა და მოიყვანა ტურისტი საქართველომდე. მაგრამ ერთგვარი ინფრასტრუქტურის პრობლემატიკა არის აქილევსის ქუსლი დღეს ჩვენთვის. მაგალითად შარშანდელ სეზონს თუ გავიხსენებთ, მე ყოველ შემთხვევაში პირადად მქონია მაგალითად სწორედ ამიტომ გეუბნებთ, როცა ჩამოსულან უცხოელი ტურისტები მაგალითად გუდაურში და ვერ გარკვეული თქვათ დღისით რეალის შემდეგ საღამოს არ იყო შესაბამისი ადგილები, სადაც დაისვენებდნენ, კარგად განიტვირთებოდნენ, გაერთობოდნენ, შესაბამისად ისინი ბრუნდებოდნენ უკმაყოფილოები უკან. უკმაყოფილო მომხმარებელი რას ნიშნავს? ვფიქრობ, ყოველსათვის ძალიან კარგად არის ნათელი. არის ეს თავს მიგდებთ ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში მეთანხმებით. ეს არის ძალიან პრობლემატური სერიოზული და კარგი პრობლემა. რატომ არის კარგი პრობლემა? ახლა მე აგიხსნით. საქართველოში სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი შარშან 2013 წელს იყო მიახლოებული 80%. ქვეყნის მასშტაბით. ეს არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. ითვლება, რომ თუ სასტუმრო 50%-ზე მეტი დატვირთვით მუშაობს წლის განმავლობაში, ის არის წარმატებული. ჩვენ გვქონდა თითქმის 80% ქვეყნის მასშტაბით. საქართველოს სასტუმრო იაფი არ არის. ესეც გაითვალისწინეთ. საკმაოდ ძირად ღირებულია და სულ საქართველოში არის 37000 საწოლი. სხვადასხვა ღამის გათასის საშუალებებში, რომელთა რიცხვი არის 1000. სულ თბილისში გვაქვს 121 სასტუმრო და სასტუმრო სახლი. ეს არის საოჯახო ტიპის სასტუმროების ჩათვლით. ანუ პრაქტიკულად უკვე გვაქვს ინფრასტრუქტურული, ანუ სასტუმროების დეფიციტი ქვეყანაში. სწორედ ეს არის კარგი პრობლემა. კარგია იმიტომ, რომ ეს გადასარევი ბაზისი არის ინვესტორთან სალაპარაკოდ. რომ აბატონო, ბაზარი არის ძალიან დიდი. ყავს უფრო მეტი სტუმარი, ვიდრე ჩვენ თვითონ ვართ ქვეყანაში. სასტუმრო იყიდება ძალიან კარგ ფასში. თბილისში ხშირად იგივე მარკის და ბრენდის სასტუმრო იყიდება უფრო ძვირად, ვიდრე იგივე ბრენდის სასტუმრო, თქვათ, ბერლინში ან მილანში. სადმე და ის რომ ინფრასტრუქტურაში არის ჩასწრებული და ინვესტიციები, ეს კარგია, რათა გვაქვს ძალიან კარგი ბაზისი სალაპარაკოთ ინვესტორთან და შესაბამისად ბაზრის თვისებიდან გამომდინარე, რადგანაც ამაზე არსებობს ძალიან მაღალი მოთხოვნა, აუცილებლად აი ამ სფეროში ჩაიდება ძალიან მაღალი მოცულობის ინვესტიციები. ეს ჩვეულებრივი ბიზნესის კანონია. ასე იგი, დაახლოებით 4 წუთი გვაქვს დარჩენილი გადაცემის დასრულებამდე და რამდენიმე თემას მინდა რომ შევეხოთ, თუ შეიძლება რომ მოკლედ ვისაუბროთ ამ თუ იმ თემის შესახებ. და ტურიზმის განვითარება რამდენად შედის მიმდინარე წლის გეგმებში და როგორ და რა მიმართულებით აპირებთ წარმართვას, პრიორიტეტებზე გადაცემის დასაწყისში ვისაუბრეთ და თუ დრო დაგვრჩება მასაც რომ კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ და თუ შეიძლება შიდა ტურიზმზე და შემდეგ განვიხილოთ უკვე სხვა თემები. როგორც მე თქვენ გითხარით, სამივე მიმართულება რომელზეც იმუშავებს ტურისტული ადმინისტრაცია ახალი დებულებით, ახალი სტრუქტურით, ახალი ბიუჯეტით 2014 წელს. ეს არის ტურისტულ ნაკადებზე ზრუნვა. როგორც ქვეყნისგან, ისე ქვეყნის შიგნით, ანუ ჩვენ საქართველოს გავარეკლამებთ. არა მხოლოდ ჰოლანდიაში და ავსტრიაში და აზერბაიჯანში, არამედ საქართველოს გავარეკლამებთ საქართველოშიც. თქვენ გადაცემის სარეკლამო პაუზის დროს მითხეთ, თუ არ ხართ ნამყოფი თუშეთში? არ ვარ ნამყოფი. არ ხართ ნამყოფი უშგულში? ეს არის ჩემთვის პრობლემა და პრობლემა. სწორედ ამაზე ვიმუშავებთ თქვენ. რომ თქვენ მოგინდეთ, წახვიდეთ თუშეთში, რომ თქვენ მოგინდეთ, წახვიდეთ უშგულში, რომ თქვენ მოგინდეთ, ახვიდეთ და ნახოთ მერცხლების ქალაქი დედოფლისწყაროში და ასე შემდეგ. იმიტომ რომ შემდეგ გავამყარო თქვენი პოზიცია საქართველოს აუცილებლად თქვენ რომ აი ამ ყველა ამ ადგილს შემოვიდეთ, რაც საქართველოში არის, თქვენ რომ ნახავთ ყველა იმ თვალწარმტაც პეიზაჟს, რაც ჩვენ ქვეყანაში გაგვაჩნია, დააგემონეთ ბევრ ისეთ კერძს, რომელიც აქამდე არც იცოდით თუ არსებობდა, რომ ჩაისუნთქავთ იმ ჰაერს, რომელიც არ იცოდით თუ იქ იყო, დამერწმუნდეთ თქვენ ციტყვით, საქართველოს არის სიძველეს ქვეყანა. ნებისმიერ მოქალაქე იქნება კეთილინების ელჩი ამ შემთხვევაში საქართველოს სახელის გატანის და ძალიან მნიშვნელოვანია შიდა ტურიზმის განვითარება. 4 მილიონი
400,000 ქართველი, საქართველოს მაცხოვრებელი უნდა იყოს კეთილინების ელჩი, რომ საქართველოს არეკლამოს გარეთაც და ქვეყნის შიგნითაც. გასაგებია ბატონ გიორგი, საქართველოს როგორც ტურისტული ქვეყანა, სად მოვიკოჭლებთ, სად გვაქვს სუსტი წერტილი, რა შეიძლება განხილოთ მომსახურების ხარისხში? მაგალითად. მე პირადად ვთვლი, რომ მომსახურების ხარისხი არის ჩვენი პრობლემა. სწორედ ამისათვის ჩვენ ცალკე მიმართულება შევქმნით ადმინისტრაციაში და ამაზე იმუშავებს რამოდენიმე სამსახური და ამ საქმეში ჩვენ ხარდახარ ჩაებმევიან სხვა სტრუქტურებიც. იცით, როდესაც შენ გესმის იმ სტუმრის მნიშვნელობა, რომელიც მოდის შენთან და მოაქვს შენთან ფული, მაშინ მას ემსახურები გაცილებით უკეთესად, აწვდი გაცილებით უკეთესად უკეთეს სასაქონლო ვიზე მომზადებულ პროდუქტს თუ მომსახურეობას, ვიდრე როდესაც ამას ვერ ხვდები. ანუ ცნობიერების ამაღლების არა მარტო ცნობიერების ამაღლების არის, ჩვენ არ გვაქვს სამწუხაროდ სტუმარ მასმიზლობის სკოლა საქართველოში. ან სტუმარ მასმიზლობის სკოლას გულისხმობ, ან შეიძლება ეხლა არსებობს კოლეჯები და სხვა სასწავლებელი და უნივერსიტეტებიც კი არსებობს, მაგრამ მე გულისხმობ აი ზოგადად გრძელვადიან პერიოდში სკოლა ამისი. რატომღაც ითვლებოდა, რომ აი ამ სექტორში დასაქმება არის რაღაც ცოტა არც თუ საამაყო, აი რესტორანში მუშაობა პოზიცია. ამას ჩვენ შევცვლით. ამ შევცვლით არა მარტო ცნობიერებას, უბრალოდ ცნობიერების შესვლა არ არის ამისთვის საჭირო, უბრალოდ არის სხვა კუთხით წარმოჩენა. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენთან ითვლებოდა, რომ ის ვინც თქვათ ფიზიკურად მუშაობს, იყო ასეთი მენტალიტეტი სამწუხაროდ, აი მე მახსოვს ის 90-იანის წლებში ითვლებოდა, რომ ვინც მუშაობს, თქვათ ფიზიკურად, აი ის არის რაღაც არც თუ ისე კაი ტიპი და აი ქურდი არის ყველაზე მაგარი ტიპი. ეს ხო გაუკუღმართებული ცნობიერებაა. ერთგვარი სტერეოტიპების მსხრევას უკავშირდება ამ შემთხვევაში. სტერეოტიპების მსხრევაზე კი არ არის საქმე. აქ არის როდესაც ადამიანს ეუბნები, რომ 100 არ გააკეთო, ამოდუოთ აუცილებლად უთხარო, თუ 100 არ აკეთე, მაშინ აი 100 არის სწორი. მე თქვენ ახლა რომ გიმკიცოთ, რომ შენ არასოდეს იქცევი, მაშინ ისიც უნდა გითხრათ, როგორ იქნება სწორად მოქცევა. ანუ იმას თუ ვასწავლით, ეს ყველაფერი არის გათვალისწინებული იმ პროგრამაში, რომლის განხორციელებასაც თქვენ გეგმავთ სხვა სტრუქტურებთან ერთად, როგორც უკვე რა თქმა უნდა, დაწყებული სატელევიზიო შოუებით, დამთავრებული მთელი ტრეინინგებით და შვეიცარიდან დაწყებული ყატარი დამთავრებული სპეციალისტების ჩამოყვანით და შეჯიბრებებითობის მოწყობებით და წამახალისებელი პროგრამები და პროპაგანდით დამთავრებული ყველაფერი იქნება. გასაგებია და გაიცემაში ბოლო შეკითხვა, რადგან დრო პრაქტიკულად ამოწურულია, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი როგორც დარგი განვითარდეს, როგორია თქვენი ხედვები და მიდგომები ამ შემთხვევაში და ორიოდე სიტყვა მიმდინარე და სამომავლო გეგმების შესახებაც. ძალიან გთხოვთ, რომ მიპასუხოთ და ჩავედიოთ როგორმე დროში. როგორც დარგი საქართველოს ტურიზმი განვითარდეს, ამისთვის ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს ამის მნიშვნელობა. ყველას აბსოლუტურად ხო, თქვენც, მეც თქვენს მეზობელსაც, ჩემს ოჯახის წევრსაც, ჩემს თანამშრომელსაც, თქვენ თანამშრომელს, სულ ყველას უნდა გვესმოდეს ამის მნიშვნელობა ქვეყანაში. ჩვენ მოყოლებული უხსოვარი დროიდან ვართ სტუმარ მასპინძლობის ქვეყანა და დღემდე ვამაყობთ ჩვენი სტუმართმოყვარეობის ტრადიციებით და სტუმართმოყვარეობის ინსტიტუტით და ქართული სტუმართმოყვარეობა არის ერთ-ერთი ტოპ მიზეზი, რის გამოც საქართველოს ჩამოდიან ტურისტები. ჩვენ ხო ვატარებთ კვლევებს და რის გამო ჩამოდიან. და მე დარწმუნებული ვარ, როგორც ქართული ღვინო, ქვევრის ღვინო მოხვედო, ქვევრის ღვინო გახდა იუნესკოს მემკვიდრეობა, ჩვენი მეხუთე მემკვიდრეობა იუნესკოს. მანდ 4 ქონდა. აი ქართული სტუმართმოყვარეობის კულტურაც თამამად შეიძლება იყოს მსოფლიო მემკვიდრეობა. და ამ დროს ამას ცოტათი ვივიწყებ, მაგრამ არა უშევს გავიხსენებთ და მარტო მთავრობა და სახელმწიფო პოლიტიკა კი არა. ყველა ადამიანი, ყველა მოქალაქე ამ სექტორში იქნება თუ მომიჯნავე სექტორი, ძალიან ბევრი მომიჯნავე სექტორი ყავს ტურიზმს. ძალიან ბევრი რაღაცაში არის გადაბმული. ყველა როდესაც ამას გაითავისოს, ძალიან მალე დადგება ეს დრო. დამეწმეთ, რომ დღეს თუ არის ტურიზმის წილი, საერთაშორისო ტურიზმის წილი, თქვათ, ქვეყნის ეკონომიკაში 8%, გაცილებით მეტი იქნება, გაცილებით მეტი ფული შემო, გაცილებით მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება და გაცილებით მეტი დოლარი შეიქმნება ქვეყანაში. იმ ბიუჯეტის ფარგლებში და იმ კამპანიის ფარგლებში, რომელიც უნდა დაგეგმოთ, რომელიც უნდა დაიწყოს, როდისთვის ელოდებით კონკრეტული შედეგის მიღებას. ეს იქნება შემოდგომით, როდესაც წიწილებს ითვლიან ხოლმე. არა, ჩვენ წიწილებს ვითვლით ყოველი თვის ბოლოს,
ყოველი კვარტლის ბოლოს და ყოველი წლის ბოლოს. გასაგებია თქვენ ახსენეთ რომ ზაფხულის დასაწყისში აპირებთ ამ კამპანიის ორი ტალღა მე გითხეთ რომ იქნება ორი ძირა თორემ კამპანია და მარკეტინგული აქტივობა ეს ერთიანი მთლიანი განგრძობითი პროცესია რომელთაგანაც პირდაპირ მარკეტინგული კამპანიები სხვადასხვა ბაზრებზე იქნება ორ ტალღად კი ბატონო თუმცა ამავე დროს ყოველდღიურად იქნება სხვადასხვა ერთ კარგ ღონისძიებას დავაანონსებ რა ძალიან მაგარს ექსკლუზიურად აი თქვენ გეტყვით კი ბატონო გისმენთ 2014 წელს, ანუ წელს ივლისში სრულდება 30 წელიწადი ღონისძიებიდან, როდესაც საქვეყნო ცნობილი მეცნიერი და მოგზაური ტიმ სევერინი თავისი არგონავტებით ჩამოვიდა საქართველოში, გაიარა არგონავტების გზა, ჩამოვიდა ოქროსაწმისის დასაღებად და გემით შესურა რიონში. დღეს ეს გემი არის მუზეუმში, საბერძნეთში. და 2014 წელს ჩვენ ვაპირებთ აი ამ მოვლენით ძალიან გრანდიოზულ აღნიშვნას და საქართველოში ჩამოდის ტიმ სევერინი. ძალიან საინტერესოა. თავისი 8 არგონავტთან ერთად. მოყოლებული ფოთიდან ჩავალ დმანისამდენაც კიდე მოვინახულეთ პირველ ევროპელებს. ამ ღონისძიებაზე დაპატიჟებულები იქნებიან ევროპიდან, ამერიკიდან, ვინც ამ პროცესში ჩართული იყო, ვისაც ეს მითები აინტერესებს, ვინც ამ მითის გაცოცხლების და ამ ლეგენდის გაცოცხლების ამბავი აინტერესებს და იქნება ძალიან მასშტაბური და ძალიან რეზონანსული ღონისძიება. ეს იქნება მითის გაცოცხლება და ასეთი მითის გაცოცხლება გვექნება ბევრი წელს. ძალიან დიდი მადლობა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგვა იყო დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი. მადლობა რომ გამოყავით და დაგვიწვეთ გადაცემაში სტუმრად. უღრმესი მადლობა თქვენ ყურადღებისთვის. მსმენელებო გახდეთ ნინი ხუგაშვილი და საუკეთესო სურვილებით მოვალ საეთერო შეხვედრამდე გემშვიდობები წარმატებებს გისურვებთ. მადლობა, კარგად გრძანდებოდეთ. როგორ აამუშავო შენი იდეა? როგორ დაგეგმო შენი წარმატება? როგორ დაეუფლო ურთიერთობის ხელოვნებას? შემოუერთდი ჩვენს ფორუმს, შექმენი და მართე შენი პოზიტიური გზავნილები. PR ფორუმი ნინი ხუგაშვილთან ერთად. რადიო იმედზე